2015 წელს საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელთან ერთად ცვლილებები მომხმარებელსაც ელით. იმისთვის, რომ თქვენმა ტელევიზორმა 2015 წელს გამოსახულება აჩვენოს, შესაძლოა დამატებით მოწყობილობის ყიდვა ან ტელევიზორის შეცვლა დაგჭირდეთ. ჩემი კოლეგა ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში თემის დეტალებზე. ნინო, რამდენად ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა და მიზეზი რატომ გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე? ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვკითხეთ მოსახლეობა დაახლოებით 20 ადამიანი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მათგან 19-ს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად არც სატელევიზიო რგოლი უნახავთ, ხოლო რაც შეეხება შესმეორე კითხვას თუ რატომ უნდა გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე, ქართული არხები მაუწყებლობენ ამჟამად ანალოგური სიგნალით, რომელიც ამოწურვადია, რომლის სიხშირეც ამოწურვადია და შესაბამისად საჭიროა გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე, ამით მოგვეცემა მეტი არხის ყურების საშუალება და შესაბამისად ხარისხიც გაუმჯობესდება. ევროპის ქვეყნებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ ბოლო ვადად 2015 წლის დასაწყისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ქართული არხები მაუწყებლობას ამჟამად ანალოგური სიგნალით ავრცელებენ. აღნიშნული სიხშირე შეზღუდული და ამოწურვადია. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რაც უფრო მეტი არხის გავრცელების საშუალებას იძლევა. თუ საქართველო არ გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე, ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება დაცული მეზობელი ქვეყნების სიგნალების ხელის შეშლებისგან. სწორედ ეს არის არსებითი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ერთგვარი ხელსაწყო set-top box-ია საჭირო, რომელიც ანტენიდან წამოსულ სიგნალს გარდაქმნის და ციფრული გამოსახულების მიღებას შესაძლებელს ხდის. ვინაიდან საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია სახელმწიფოს ჯერ არ შეუმუშავებია, კვლავ გაურკვეველია, როგორ წარიმართება აღნიშნული პროცესი და რა ტიპის შეღავათები დაწესდება ქართველი მაყურებლისთვის. ასევე გაურკვეველია, გააძვირებენ თუ არა საკაბელო კომპანიები სააბონენტო გადასახადს. სავარაუდოდ ფასის გაზრდა ან შენარჩუნება კონკრეტული პროვაიდერის დანახარჯებზე იქნება დამოკიდებული. მაღაზიებში ჩვენ ვხედავთ set-top box-ებს, იმიტომ რომ ადამიანმა იფიქროს, რომ მე საერთოდ ვერ ვშოვლობ ამ set-top box-ებს, იქ იძულებული ვარ ტელევიზორი ვიყიდო. და ეს იძულებაც კი მე ვფიქრობ, რომ უფრო არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ვიდრე კერძო კომპანიის. კერძო კომპანია ცდილობს, რომ set-top box-ი არის 60 ლარიანი მიმღები და ტელევიზორი 500 ლარიანია მინიმუმ. ხანუ მე ზემოთ იწყება ფასები. შესაძლოა მას ურჩევნია ძვირადღირებული აპარატურა გაყიდოს. ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო არხი, რომელიც ციფრული სიგნალით გადის ეთერში, ქვემო ქართლის ტელეკომპანია. ამ ეტაპზე ჩვენი არხი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას როგორც ციფრული, ასევე ანალოგური სიხშირით ახდენს. ამ ეტაპზე სანამ სრულიად მთელი საქართველო არ გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე, ჩვენ გავდივართ საცდელი ციფრული მაუწყებლობით, ანუ დაბალი სიმძლავრით. სულ ახლო მომავალში და მინდა თქვა, რომ ჩვენ ვართ პიონერები, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველები რეგიონალებიდან და მე მგონი საერთოდ ვინებით საქართველოში ციფრულად მაუწყებლობთ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ძალიან სასარგებლოა მოსახლეობისთვის. ერთგვარი ინოვაციაა ეს. რამდენად ინფორმირებულია აღნიშნული შესახებ მოსახლეობა. ქრონიკამ ქართველი მაყურებელი გამოკითხა. როგორც აღმოჩნდა, მათ უმრავლესობას ბევრი არაფერი სმენია იმ სიახლის შესახებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება. გაქვთ ინფორმაცია, რომ გადავდივართ ციფრულ? არა, კი, როგორ არა, მაგრამ მე არ ვიცი როგორ იქნება, რა იქნება. არა. ტელევიზიით რეკლამები რო გადის, კი. მიესალმებით თუ არა? ნუ არ ვიცი თუ ხარისხი გაუმჯობესდება და ყველა არხს დავიჭერთ, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება. არა, არ ვიცი. არა. არ გაქვთ ინფორმაცია, არც სატელევიზიო რგოლი არ გინახავთ? არა. მიწისზე და ანალოგური მაუწყებლობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს სარგებლობს, 2015 წლის 17 ივნისისთვის მთელს ევროპაში გაითიშება და უკლებრივ ყველა ქვეყანა მთლიანად ციფრულ მაუწყებლობაზე გადაინაცვლებს, მათ შორის საქართველოც. არავითარი ცვლილება არ ელითი აბონენტებს, რომლებიც მაუწყებლობა სატელიტით ან საკაბელო ქსელების საშუალებით იღებენ. ამ შემთხვევაში ციფრული კომპანიები თავად უზრუნველყოფენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, რაც შეეხება set-box, ანუ მოწყობილობას, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება, მისი ფასი დაახლოებით 50-60 ლარის ფარგლებში მერყეობს.